ხალხი სასიამოვნო სიახლეს კეთყვით თბილისის აკრებმა პირველ საზეიმო ღონისძიებას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ კიდევ უფრო უკეთ გაეცნოთ, თუ როგორი იქნება თბილისში პირველი თვითმყოფადი უბანი, ადგილი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეში გაერთიანდება. Როგორც ჩაიარა თბილისის აკრების პირველმა ღონისძიებამ, ამას უფრო ვრცლად სიუჟეტში ვნახავთ. თბილისის აკრებმა ერთგული გულშემატკივრებისთვის, მომავალი მობინადრეებისა და საზოგადოებისთვის ნაცნობის სახეებისთვის პირველი საზეიმო საღამო გამართა. უღმესი მადლობა ვინც გვენდეთ, როგორც ხედავ, მშენებლობა დაწყებულია, მაგრამ ჯერ სერიოზული სამუშაოები შეიძლება ითქვას, რომ არ დაწყებულა და ასეთი ნდობა გამოხატეთ ჩვენს მიმართ. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ კიდევ უფრო უკეთ გაეცნოთ, თუ როგორი იქნება თბილისში პირველი თვითმყოფადი უბანი. ადგილი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეში გაერთიანდება. ღონისძიება შინაარსობრივად მომავალი უბნის კონცეფციას და ხასიათს ასახავდა. გამოირჩეოდა შთამბეჭდავი, მაღალტექნოლოგიური სანახაობითა და მუსიკალური პერფორმანსით. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ხართ თანაზიარი ჩვენთვის ამ მნიშვნელოვან დღეს. აუდიტორიის წინაშე საერთაშორისო აღიარების ქართველი არტისტები წარსდგნენ. კლასიკა, ჯაზი და ელექტრონული მუსიკა საღამო მრავალფეროვან პროგრამას მოიცავდა. მუსიკოსებმა ასევე ძველი თბილისური კომპოზიციების ახალი ინტერპრეტაციები წარმოადგინეს. სტუმრებისთვის არანაკლებ შთამბეჭდავი სანახაობა აღმოჩნდა ცაზე 200 კვადრატული მეტრის სიდიდის დროშის გამოჩენა. თბილისის აკრები ეს არის ინოვაციური დეველოპერული პროექტი, რომელიც წარმოადგენს სახლის სრულიად ახალ კონცეფციას. ის მოიცავს საცხოვრებელ, საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ, სოციალურ დაწესებულებებსა და სარეკრეაციო ზონებს. სპეციალურად თბილისის აკრებისთვის იგეგმება ალტერნატიული გზის მშენებლობა, რომელიც ვაკიდან პირდაპირ სწორედ ამ უბანს დაუკავშირდება. პროექტს ახორციელებს ანაგის შვილობილი კომპანია ანაგი ქოლაბი, რომელიც ინვესტორებსა და დეველოპერებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს თავაზობს. ოპერირების დღიდან მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ქართული სამშენებლო სექტორის განვითარება წარმოადგენს.